თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას რაც შეეხება, იქ ბევრმა ვერ იგრძნო ამის სიკეთე, იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. იმისთვის რომ შენ ევროკავშირის ბაზარზე გაიტანო შენი პროდუქტი, შენ ჯერ ქვეყანას აქვს რეგულაციები დასანერგი, მერე ეს ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ბიზნესი, ანუ თავიანთი პროდუქცია უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში და ამის შემდეგ დაიშვება ეს პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე და ასე შემდეგ. ანუ ეს გრძელვადიანი პროცესი არის, რომელიც მიმდინარეობდა ეტაპობრივად შესაბამისი დახმარების პროგრამებით, მათ შორის აწარმოეს საქართველოსი თუ ასე შემდეგ და მაგალითი რო ავიღოთ თაფლი მაგალითად ხო, ანუ არ იყო დაშვებული ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ მოხდა ქვეყანაში შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, შესაბამისად საქართველოს წარმოებული თაფლი უკვე აღიარებული იქნა ევროკავშირის მხრიდან და ქართველებმა მეწარმეებმა თაფლის დაიწყეს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანა, იგივე მოხდა თევზისთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა პროდუქტების მიმართულებით გაიხსნა ეს ბაზარი რა, მაგრამ ამის სრულად მოკლედ პოტენციალის სრული ათვისება ვერ მოხდა. ამას სჭირდებოდა უფრო მეტი მუშაობა, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში და მხარდაჭერა ბიზნესების იმისთვის, რომ მათ უკვე კონკურენტუნარიანი პროდუქცია ეწარმოებიათ, არა მარტო რუსული ბაზარზე კონკურენტუნარიანი, არამედ ევროპის ბაზარზე, რომელიც გულისხმობს ასე რომ საერთაშორისო ბაზარზე უკვე შენ კონკურენტუნარიანი ხარ შენი პროდუქციით.